საზოგადოების ეროვნული თვითშემეცნების ისტორიაში. დიმიტრი ყიფიანი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში. გამოჩენილი ქართველი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, თარგმნელი. იგი მოღვაწეთა პლიადას ეკუთვნის, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მე-19 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაში. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ როგორ უნდა ემსახურო მშობელ ხალხს, რომელმაც სიცოცხლე მოგანიჭა და სული ჩაგინდა. არიან დღეები, წუთებიც კი, რომლის დავიწყება ერის ისტორიაში შეუძლებელია. ასე იყო მაშინული უცხოდა და გზას უნათებდა. დიმიტრი ყიფიანის სახელმწიფოებრივი სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დროის უმეტეს ნაწილს ქვიშხეთში მშობლიურ სოფელში ატარებდა. იგი აქ არის მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. იგი და მისი შვილები აქტიურად არიან ჩაბმული სოფლის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ბატონი ირაკლი ბოჭორიძე, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, კინოხელოვნების მუშაკები. ამ მონაწილეობას ღებულობს აგრეთვე დიმიტრი ყიფიანის შთამომავლობა, ქალბატონი ნელი და ბაბო სავალელები. Felizan მხარის ადმინისტრაციის სახელით მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. ეს ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ღვაწლია და მინდა აღვნიშნო და ყველა მხარის გამგებელს დიდი მადლობა უთხრა იმისათვის, რაც მათ წელს გააკეთეს. აღდგენილია ისეთი დღესასწაულები, როგორც არის ჯავახიშვილობა, ივანე ჯავახიშვილის დღესასწაული. აღდგენილია იაკობ გოგებაშვილის დღესასწაული. სულ ახლახანს ქარელში იყო ჩატარებული ზაზა ფანასკერტელის დიდი დღესასწაული და დღესაც ჩვენ ყველა ერთად მოწვენი ვართ ამ დიდი პიროვნების დიმიტრი ყიფიანობის დაფუძნებაზე. გილოცავთ. მე ასევე მინდა მოგილოცოთ გუშინდელი დღე, გიორგობა და მისი მადლი არ მოკლებოდეს არც ერთ თქვენთაგანს და არც ერთი თქვენთაგანის ოჯახს. დიდი მადლობა. ანა მე მამულიანო. ქვიშხეთის ქართლის ამშვენიერესი კუთხის კვიდრნო. მე ბევრი მივლია საქართველოს გზებზე, ისე როგორც ყველა ჩემი ხნის ადამიანს. მოვლილი აქვს ამ საოცარი ქვეყნის ყოველი კუთხეული, ეს მშობლიური და ეს ყოველთვის მახლობელი და ნაცნობი გარემო თავისი ადამიანები ჩემთვის თითქოს ხელახლად არის ხილული, ხელახლად მოხიბლული და ბედნიერი. ამ დიდი ჩვენიერების ხილვით, რომელიც ასე გავიმეტეთ ჩვენს მიერ გავლილ ტრაგიკულ წლებში მისმავე შვილებმა და რომელმაც თავისი მარადიული ვინ დარგა ერთად ამდენი ვაზი, ჟობს რომ არ კონდეს სულად სამშობლო ან და ალებს. აი აქ ქვიშხეთში, რომელიც ნაწილია არა მარტო როგორც თქვენი მიწაწყალი მშვენიერ საქართველოსი, არამედ ეს ავალი მომდევნო თაობის მწერლები, მეც არაერთხელ ყოფილი ვარ ამ მშვენიერ სახლში და ის დღეები არასოდეს არ წაიშლება ჩვენს მოგონებებში. არასოდეს არ მიეცემა დავიწყებას ისა როგორც ძვირფასი ისტორია სულიერი ჩვენი ხალხისა, რომელიც ყოველთვის მშვენიერი, ამაღლებული და დრამატიული იყო. ამ ისტორიის შემქმნელები ცხოვრობდნენ ამ სახლებში, ამ მიდამოებში. ვახტანგ ჯერიძემ ჩვენმა ცნობილ საქართველოში რომან კუთხეშიც არ უნდა იყოს ეს, რასაც ეს იქნება კულტურის ცენტრის გახსნა, ახალი ეკლესიის აგება თუ სხვა მიზეზთან დაკავშირებული. ეს არის გამოღვიძების, ახალი სულიერი ენერგიითა და შთაგონებით ერის ცხოვრების დღეები და ძვირფასი და მარადიული იყოს თქვენთვის ეს დღეები ქვიშხეთში და მიდამოშიც. და ჩემი ბავშვობა გავატარე ჩემ ბიძაშვილ დედაშვილებთან ერთად ბებია ჩემი სვეტა ყიფიანის აქ ლამას სპებს პატიოსნებას სისპედაკებს ადამიანებს მართლაც და თითქოს და ხელახლა იწყება ჩვენში საქართველოში ის მომხვეჭელობით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა დაღუპოს. დიმიტრი კოლორჩეული ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ არიან და სწორედ ამან შექმნა საქართველო, აი ასეთი რჩეულობა განსაკუთრებით იმას, რომ
ეს ადგილი არის წმინდათა წმინდა ადგილი. ვერსად რესპუბლიკაში ვერ ნახავთ ადგილს. იმ ცხოვრებით, რასაც ქვია სინდის ნამუსი კეთილშობილება, რაც იხსნის საქართველოს, სიმართლე, რაც იხსნის საქართველოს. და მე მჯერა, რომ დანთებული იყო 32 კილომეტრი გოლგოთაზე და ის ალბათ დიდხანს ემთება კიდე. და დაიბადა ქართველებში ხმალზე უმძაფრესი ლექსი. კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგრისანი, ისე არ ამოწყდებიან ჭირი არ ჩამონდრისანი. ღმერთი იყოს მგონი მფარველი სულას. სიტყვეძლევა ქალბატონ კლარა ელჩიბეგაშვილს, გორის ეკონომიკური ინსტიტუტის პრორექტორს. იმიტომ რომ ის ჩემი ადგილის დედა, ეს ყველა ხაშურებმა ძალიან კარგად იცის. ხაშური კიდევ იმიტომ არის საქართველოს შუაგზაზე მყოფი ცენტრი, ადგილი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ჩემს წარმოსახვაში, რომ ქართულს ჰქონდა ეს ისტორიულად ეს მისია. ქართლი თუ დაეცებოდა საქართველოს დაცემული იყო. თბილისში მე მესმის თქვენ. ღმერთმა მოგცეთ ყველანაირი სიკეთე. მოთქმას მივყვეთ. საქმე არ გაკეთდება, მართალია, სულ დავკარგავთ ყველაფერს. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლებს დაგვარად აიღოს ის ტვირთი, რომელიც შეუძლია რომ ზიდოს, დააკეთოს ის მეოცდაერთე საუკუნეში და უშველიან ჩემს საყვარელ საქართველოს. აი ალგეთის რომები და ლეკვები. Thank you.